სამშვიდობის ამერიკა თბილისი დილაც არითმის ჯერჯერობით არ გათენებულა და ჩვენთან ჯერ 25 თებერვალია. დიდი მადლობა ალექსანდრე მიქაბელიძე, ისტორიკოსი ჩვენთან ერთად არის დღეს და ძალიან მადლობელი ვარ, რომ დამთავრდა ამ საუბარზე. მე როგორც დავარქვი ისტორიის კლასში ვესწრები გაკვეთილს ჩემთვის ძალიან საინტერესოს. ვერ ვიტყვი, რომ სასიხარულო თავიდია, ვერ ვიტყვი, რომ სასიხარულო რეალობაა დღეს. მაგრამ ჩემზე თქვენ ხალხს ვთქვამს, რომ ისტორია აუცილებლად უნდა ვიცოდეთ და ძალიან დიდი ბევრი პრობლემა იქიდან იწყება, როცა ჩვენ არასწორად ვიცით ან გვაუწყდება ჩვენი წარსულიდან. სამწუხაროდ ერთი საუკუნეზე მეტი გავიდა და 25 თებერვალი კვლავ აქტუალურია. არ ჩამარდა ისტორიას ეს თარიღი და ბევრი პირიქით ამბობს, რომ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ანალოგიები არის დღევანდელ დღეს და მოდი ცოტა მოგვიყევი რა ალექსანდრე, აი მართლა წინაპირობა რა არის ეს 25 თებერვალი ხო თარიღი არ არის, ეს არის მთელი ეპოქა ფაქტურად ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რა უძღოდა ამას წინ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი. დიდი მადლობა მოწვევისათვის თორნიკე. მართალი თქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი არის ჩვენი თანამედროვე ისტორიაში, ვიტყვი ერთ-ერთი უმთავრესი ზოგადად ჩვენს ისტორიაში, იმიტომ რომ ზუსტად აი 21 წლის 25 თებერვალს გადაწყდა გარკვეულწილად ჩვენი თანამედროვე ისტორიის მიმართულება. სულ სხვა მიმართულებით მივდიოდით 3 წლის განმავლობაში და ეს მიმართულებას რო გავყოლოდით, ბევრად უფრო სხვანაირ საზოგადოებას, სახელმწიფოს ავაშენებდით და ბევრად უფრო შორს ვიქნებოდით, ვიდრე ეხლა ვართ. და ამ ხრივ მახსენდება ერთი ახალგაზრდა ჯარისკაცის 21 წელს იყო 18 წლის გივი ღამბაშიძის ჩანაწერები და იქ ზუსტად ღამბაშიძე წერს, რომ 25 თებერვალს როცა გაიგო ბრძანება ბრალების შესახებ, რომ დაეტოვებინა თბილისი ქართულ ჯარს, რომ თბილისის დამშვიდებით ეძინა, მას ჯერ არ გაიგო თავისი სიკვდილი და შემდეგ ის საუბრობს თუ რა ხლა მნიშვნელობა ქონდა აი ამ მომენტს ახლა მისი გადასახედიდან და ეს მაინც ეს სიტყვებია, რაც მე რო წავიკითხე, ესეც გულში ჩამრჩა, იმიტომ რომ საუბრობს იმაზე, რომ თითქოს ისტორიული ჩარხი უკողმა დატრიალდა. და ეს ჩვენს გერბზე გამოსახული 7 ვარსკვლავი ჩაქრა და ფაქტურად წყვდიათში აღმოჩნდა და ეს წყვდიათი გაგრძელდა თითქმის 63 წლის განმავლობაში. რამაც უზარმაზარი კვალი დატოვა ჩვენს საზოგადოებაზე. სხვა შორის ამასთან დაკავშირებით ახლა ჩვენს გექნება ნანახი და ჩვენს მენელსაც გერმანიის არჩევნების შედეგები, როდესაც ჩვენ ხედავ, რომ ახლა კვალი ამჩნევია, რაც 40 წლიანი საბჭოთა ოკუპაციის, ხო, ამ მემკვიდრეობას ჯერ კიდევ ვებრძიან გერმანელები და ჩვენ რა გზა გამოვიარეთ და ბევრად უფრო გრძელვადიანი და ბევრად უფრო სიხმელისეული ხო ზეგავლენით. სწორედ ამის გამო არის, რომ ბევრი ისეთი სტრუქტურული პრობლემები, რომელსაც ჩვენ ახლა ვებრძვით, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არის აი ამ 21 წლის თებერვალში მომხდარი ისტორიული მოვლენების შედეგი.